$200 უნდა ხიბდეს და ის ხუნდა რომელიც უნდა ხიბდეს თქვა $10. ეგრეთ ფასი იყო. არა. ინდოეთში ძალიან საინტერესოა რომ არის ორი სტატია სადაც საერთოდ მშრალი კანონია. ორ შტატში. იქ ზეგი და ხორცი დაგზავნილია სხვადასხვა გუჯარატში და თამილნადუში. ხორცი დაგზავნილია მხოლოდ ხალეულს ჭამენ, მაგრამ იმთა და ზეგი იმდენი ტიპითა რომ სუიციდო ამერიკაში გადანა ინდოეთში მაგრამ მოდი ჩვენ მათეკო მას ხაიამის ალექსები გავარდოთ ალბათ. ეს კი მაგრამ ხაიამის შემდეგ იქ უკვე ისეთ ისლამი შევიდა ირანში. ირანში ხუნოს ინდოეთში ვიდა ირან ხაიამის პარტნიორი იყო. ნე აუცილებლად რომ ხაიამის იასთან ოხანის კარგად არის რუსეთის აგენტი არის ერთი ომარ ხაიამიო. ანუ შევარდეს მათ ვინმეს პრობლემა აქვს. ეს გაუცნაური არის აი ახალ წლებზე თითქმის ყველა ორგანიზაცია საჩუქრებს აგზავნებს და თავიანთ ჩამოსული ბინოებია. ეხლა სხველი დროს შეასწავლინეს ორგანიზაციებს. ახლა მექანიზმი შეიძლება შექმნილიყო თვითონ მეტარმეების მიერ. თუმცა გაერღვიათ ბლოკადა თუ რაღაც ამგვარი. სანამ ის ომი შემო იქეთ არ დაუწყებდა ხოლმე და თვითონ მოეფიქრებინა. თვითონ ვერ ბედავდნენ, თორე იგივე საინტერესო ლექიბრომა ის კომისიო ის ზეგი იმან თქვა რომ არცეთ არ ჩამოსულა რომ აი გავიდა წლები რომ ჩამომიტანო მაშინ რომ თავიანთი გვინოვო და კი ბატონო თუ გაიარა ეს ისინი ტესტებიო დაწუნებულიო ჩვენ მეწარმეებს უნდა რომელია და მაგრამ რომელსაც ხელისუფლება არ აძლევს ნებას ეს არ უგერეუდეს ბიზნესის ხელისუფლება ეს ეს კომუნისტური რეჟიმია რატო უნდა ხო შეიძლება რა ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი ხო ესა რომ აკონტროლებს კი ყველა ბიზნესი ჩვენი ბიზნესი ცოტა უცნაურები არიან შარი კანონები იყო ამერიკაში იაკაკოს მუშაობენ და ახლა აბარა ახლა შემცირებულად წაიღება მოიფიქრებინა რაღაც შემოვლითი ბრძებით და გაიტანოს, უნდა გაიტანოს ეს ვიდოდა როგორ რაღაცა მანქანები თორე გაიყავა უკვე ადგილებზე. ეს ქართული ღვინის ადგილი სადღაც შორიდან, ჩილედან და სამხრეთ აფრიკიდან შემოვა ღვინო, რომელიც მე გამილეულია ისიც ძალიან დაბალი ხარისხი არის. მეორე თუ რომ ჩვენთან არა დაბალი ხარისხის ღვინო, რამდენიც გინდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კაი ღვინოებიც გვაქვს და იმას კარგები არა აქვს. აი მაშინ ეს ultra-სფერის ხივია ფიდება ალაზნის სფეროს და ის აღარ დასაკუთრებულ გემოვნებას ღვინოს და აი შეიძლება რომ რაღაცა დიდი რაღაც ასოციაცია შეიქმნას და მათ ორგანიზებულად ეშელონირებულად არ დაიწყოს მუშაობა და ლობირება რომ დასანარია პოტენციურად შეგვინებს სადღაც 300-500 მილიონი $, შემოტანა შეუძლია. არის ეს ამის მაგალითად აჩეხვა დაიწყეს გახეთში საშინელება სამთავრობო პროგრამა. ვაზის აჩეხვის საქართველოს თუ ვაზის ქვეყანა აღარ არის, მაშინ მაპატენდა რის ქვეყანა არის. რამოდენად მოჩვენე რეკლამაზე გავიდა და რეკლამა შემოგავარდელო საუბარი ძალიან ბევრი თემა გვაქვს იმოსახილე რეკლამა ჩვენს ეთერში. ბადურამაზ კრიმიაშვილი გახლა ჩვენი სტუმარი ბადურამაზ ამ დღეებში ინფორმაცია გავსწრებდა რომ 25 ივლისიდან აი ოპოზიციური დაჯგუფებები საპროტესტო აქციის განახლებას აპირებენ და როგორც ჩანს სეზონი გაიხსნა და პოლიტიკური დისკუსიებისა თუ აქციებისა და თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით რაღაცა პაუზა იყო დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული და რატო დეკემბრის ბოლოდან მგონი ზედან მაისიდან მაშინ თუ გახსოვთ ოპოზიცია მოხდა რომ ოპოზიცია მოდი ნუწუც ხიანას ოპოზიციის რაღაც ნაწილმა სხვა რომ ჩვენო შეგულებას ვიღებთ თუ არ ვიცი ახლა შეგულებას უფლება ყველასაა კი თითქოს იყო 7 ნოემბერს მერე ისევ სიჩუმე და რა ვიცი აბა თუ ასე მოსწონთ იმ პარტიას მე ყოველთვის ვამბობდი ის ოპოზიციური ძალა რომელიც არის აქტიური ის იქნება ჩამოწერილი შენ თუ არ აქტიურია შენად სხვა დაიკავებს ეს ხო ცხადია, იმიტომ რომ ესეთი კონკრეტული რომ შენ სამუდამოდ გქონდეს ეს ადგილი ასწრაფი არ ახსენებს ოპოზიცია იმისთვის ხარ რომ შენ ყოველდღიურად პროგრამებს გვანაც. იმერებ დააწყლები მაგორა. რასაკურველი ასე არის, აბა
აბა ერთი კითხეთ, ეხლა სერიოზული გამოკვლევა რო ჩატარდეს, აღმოჩნდება რომ ძველი ოპოზიცია თანათან რომელმაც ასეთ დიდი ამბები ჩაატარა შარშან, ეს უკვე დაუწყების პირას არის. და სამაგიეროდ სულად მოულოდნელად უკვე სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოდიან ხალხი, რომლებსაც უნდათ აი ეს ნიშა დაიკავონ. და შეიძლება დაიკავონ კიდეც, სხვათა შორის. ხალხი იმას წაყვება, ხალხს ასეთი ის აქვს, თუ დაინახეს, რომ ეს მასალა არ უყვარდათ მაშინ, იმიტომ რომ სააკაშვილის გვერდით იდგნენ ესენი, მაგრამ თუ დაინახეს, რომ რაღაც სერიოზულს თავაზობენ, და ესენი კიდევ ის ოპოზიცია, რომელიც შარშან იყო, არაფერს არ თავაზობს. ლაპარაკის გარდა. მაშინ შეიძლება ეს აბუქცეველი გადავიდეს იმას ხარჯზე, ასე რომ რატომღაც ეს მიაჩნიათ რომ ასე არ ექნება, რატო ეს ბევრი ქვეყნის გამოცდილება არის და ხშირად სადღაც მიუხედავად შინაგანი პროტესტისა, რაღაც მომენტში მერე უფრო უჯერებენ ხოლმე სწორედ ის მის ხელისუფლებაში უკვე იყო. იმიტომ რომ გამოცდილება მაინც აქვს სახელმწიფო ხა შეჭიროთ ბერმანსაც გამოცდილება აქვს და ეს ყოველ ნეგატივში მოჩავწეროთ მაგათი გამოცდილება მაგრამ მე მომწონს ჩვეულებრივ გამოცდილებას მასაც ასე რომ გამორიცხული არ არის თუ ძველმა ოპოზიციამ არის აქტიური მათი ადგილი დაკავებული იქნება ამ მხრივ ყველაზე ესე იგი მუდიან ერთი ტემპით ლეიბორისტები ისინი არავის არ მოაწყენენ ოპოზიციის შანსერძლებს ხელისუფლებას ახალ წლებზე და შობაზეც კი და ნახეთ ასე უნდა ეს არის ოპოზიციური პარტია ასეთი უნდა იყოს და ამიტომ ის თავს არც არავის დაავიწყებინებს და ისიც კი გააკეთეს რომ ეს ტელეკომთან დაკავშირებით რაც მათ გააკეთეს რომ ერთ დღეში ხელისუფლება უნდა უპასუხა და იფიქრეს რომ ესეთი მტკივნეული თემა მიუცემთ საშუალებას ლეიბორისტებმა გამოიყენონ და გადახურეს და ჩვენთვის კარგია ამას გაჯობია აი ბარონო ამას პროცესს მეცეს დამეტება ჩვენთან მასალათან ნიშა თავისუფალი არის შედა და მეგონი ამის ხება სააკაშვილის კიდევ და რაცხოვლებული კონსულტაციები აქვს ხობადა სახეებთან და სიამოვნებით და ინდაურებითა და შეჭხელებით გარიგებით ერთობა უსიტყვოში არა მე იმას ვფიქრობ მე ისიც ვქვი რომ ის ძალიან მოეწონა პრეზიდენტობა ხო ნახა თავიდან მაგრამ ამ ბოლო ხანებში დარწმუნებული ვარ აღარ მოსწონს ოპოზიციაში რო იყო ეს მისი საქმე უფრო იყო იმიტომ ეს პრეზიდენტად არ გამოდგა ნუ მიწყენთ რა სააკაშვილი პრეზიდენტად ვერ გამოდგა ეს მისი საქმე არ არის ნამდვილად არ არის აი ოპოზიციაში მაგარი იყო ნამდვილად ნიშა მაგარი იყო არა მაგრამ რატო იმდეს დარბოდა იქით აქეთ ესა და ეხლა რატო იქ რევს აწყობდა მთავრობის ფონზე კიდე დარბოდა საერთოს გორალზე და რა ვიცი კიდე გასარეკეთებდა და ეს კმარა მაგისი არ იყო კმარა ყოველდღეს კმარა უგულავა კანტორა იყო არა უგულავასი რატო უგულავა აფინანსებდა მაგრამ ვინ მართავდა ვინ იყო მაინც ესე იგი კი ბატონო აფინანსებდა რატო სოროსი აფინანსებდა ყველაფერს აფეს თანხები იყო ის რომ დომინირებდა ამას მე გამოკვლევა წავა მაგრამ მე ფაქტი მაინტერესებს ბატონო ამას რომ აი თავად სააკაშვილმა დაიწყო დემოკრატიულობა თამაში და რაღაცა შეგვარაგზა იმიტომ რომ მაგას ეშინია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძალიან ეშინია იმიტომ რომ დემოკრატები ტრადიციულად დემოკრატიული პარტია ამერიკის ტრადიციულად თავის ესე იგი კლიენტ ქვეყნებში ამოწმებს ხოლმე როგორი სიტუაციაა სხვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით როგორი სიტუაცია დემოკრატიული ინსტიტუტებთან დაკავშირებით ეს ძალიან აშინებს და იმიტომ რომ ამერიკაში შესანიშნავია ვაშინგტონში რა სიტუაცია ჩვენთან სხვა ტელევიზიასთან დაკავშირებით ის სამთავარი არქი რომელიც მოქმედებს საქართველოში თუმცა აჭარას საქართველოში ეს ნამდვილში რატომ გაუგებარია რეგიონალური ტელევიზია რატომ უნდა იყოს საქართველოში და ესენი შესანიშნავად იციან ვის ჩამოდიან ახლა ამერიკიდან ყველანი პირველ ყოვლისა ამას ეუბნებიან იქამდე რომ აი ერთი თვის წინ თუ სამი კურსი რო იყო კონგრესმენთა ჯგუფი ჩამოსული იმათ პირდაპირ ესე იგი სახელმწიფო ტელევიზიებიდან პირდაპირ მოწოდება გააკეთა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონი